მე ვარ სერგო შეყილაძე 13 წლის. ვსწავლობ ჭიათურის მე-7 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 5 წელია ვთამაშობ საფეხბურთო კლუბ ჭიათურაში. ბავშვობიდან მიყვარს ფეხბურთი და ერთი სული მქონდა როდის შევიდოდი. ადრე ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს და ახლა შემიძლია ვითამაშო დიდი ფეხბურთი. მახსოვს პირველი დღე ჭიათურის კლუბში რომ მივედი. 2 კლასელი დახლა ცოტათი მივივლობდი. შევუერთდი ვარჯიშის პროცესს და შემდეგ ვითამაშეთ. მე ვთამაშობ ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ეს პოზიცია ავირჩიე მწვრთნელთან შეთანხმებით. გონია რომ საიმედო ვარ და შემიძლია მთელი გუნდი ვიხსნა. მოვიდა ჩემი თავარი მომალეობა მქონია სიტუაციის განმუხტა და ბურთის ამოტანა. ჩემი მწვრთნელია გიორგი მირუტაძე. ის არის კეთილი, ღიარული, უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება მგონია ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს მატაობა. ჩემ გუნდში ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ გიორგი სარალიძესთან. ჯერჯერობით მქონდა ერთი შეჯიბრება და ძალიან კარგი გაცდა იყო. ვეთამაშეთ საჩხერეს, წავაგეთ 3-2, მაგრამ ეს იყო ღირსეული წაგება. წაგების მიზეზი მგონია რომ ჩემი ბევრი გუნდელისთვის პირველი თამაში იყო. კი ვთამაშობ დაცვაში, მაგრამ მიყვარს გოლების გატანაც. თამაშის დროს უკან თხოვარ, მაგრამ ვარჯიშებზე ბევრი გოლი გამაქვს. ერთი გოლი გამომივიდა განსაკუთრებულად ლამაზი. ჩემო გუნდელმა ჩააწოდა კუთხური და თავი დავარტყი და გოლი გავიტანა. მეკარე გადახტა, მაგრამ ეს იყო აუღებელი ბურთი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და გუნდი ბარსელონა. მე რომ ახლა კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყები დინამო თბილისში. საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებ 10 ნომრით. ფეხბურთს ვითამაშებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი. დიდი სიამოვნებით ჩავიპარებ და გავწვი საქართველოს ნაკრებს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, ვყავს კარგი მასწავლებლები, არის კარგი გარემო და ვყავს კარგი მეგობრები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია საბა არჩვაძე. ყველაზე ძერქია გიორგი კაპანაძე. ყველაზე ჭკვიანია საბა კუბატაძე. ყველაზე მშვიდია ანა ბახტურიძე. მე ვარ ყველაზე მოუსვენარი, მეგობრული და სიმპათიური. ამიტომ ვამსხავს ძალიან კარგი და ლამაზი შეყვარებული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ნანა გოგოლაძე, რადგან არის მეგობრული, კარგად ხსნის გაკვეთილებს და ყველას გვერდში გვიდგას. რომ გავიზრდები, გადაწყვეტილება მაქვს გამოვიდე ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან უკვე გამომიძახები საქართველოს ნაკრებში. სახლში ცხოვრობ მე, ჩემი 2 და დედა, მამა, ბებია და ბაბუა. კიდე მინდა მყავდეს 3 ძმა და 3 და. ჩემი და არის 15 წლის და ქვია ლიზი. ის არის ლამაზი, პრანჭია და ჭკვიანი. მეორე და არის 2 წლის და ქვია ალისა. ის არის ცელკი, მხიარული და მოუსვენარი. მამა არის კეთილი, მშრომელი და ჩემსავით სიმპათიური. დედა არის ლამაზი, თბილი და ძალიან კარგი დიასახლისი. ყველაზე უფრო მიყვარს დედას გაკეთებული პიცა. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ხინკალს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 22 წლის. შვილების სახელი მოფიქრებული არ მაქვს და ცოლმა დაარქვას. ჩემი საყვარელი ფილმია ალისა საოცრებათა ქვეყანაში. მსახიობი რომ იყო, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ჰარი პოტერის როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონეს, გავხდებოდი მესიზე კარგი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა იყო ფეხბურთის შესვლა ჭიათურის კლუბში. ჭიათურის კლუბი იმით მქონია განსაკუთრებული, რომ მწვრთნელები არიან ძალიან კარგები და იქ მისვლა ყველას უხარია. კიდევ იმიტომ, რომ არის ძალიან კარგი მეგობრული გარემო. წინა მონაწილე დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტუებ ასეთ შეკითხვას. ადამიანი უნდა იყოს თუ არა უკვდავი? მაგალითად, ჩემი აზრით უნდა იყოს ადამიანი უკვდავი, ან უნდა ცხოვრობდეს მინიმუმ 300 წელი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, გოლის გატანა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.